მეგობრებო, გაშლა უნდა გაიკეთოთ საერთო ახლა თემატიკა იქნება პაუზა თუ დასასრული. შევფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი, ვისაც გაინტერესებთ არის პაუზა თუ ეს არის დასასრული წერტილი თქვენ ურთიერთობაში. ლაიკი ბერდაგეზაროთ ენერგოცვლისთვის და პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ ხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და ვინ ხართ თქვენ. ვინ არის თქვენი პარტნიორი, თქვენ ვინ ხართ, თქვენ შორის რა ხდება. თქვენი პარტნიორი წარმოდგენილია 5 ჟეზლად, ძალიან კონფლიქტური ტიპაჟია. ასე შემიძლია დავახასიათო ადამიანი, რომელიც რაღაცა თავის პრინციპებს და თავის პოზიციას ვიღაცას უმტკიცებს, სულ რაღაცის მტკიცების როლშია. საბოლოო ჯამში რო გითხრათ, რომ გამარჯვებული გამოდის, თქო, ამ კარტებიდან გამარჯვებული 5 ჟეზლიდან საერთოდ არავინ არ გამოდის, ეს არის უბრალოდ ჟეზლის ქნევა და უბრალოდ რაღაცა შენი პრინციპების მტკიცება საზოგადოებისთვის, სოციუმისთვის, სადაც ტყუილა უბრალოდ დროს და ენერგიას ხარჯავს, შემიძლია ასე ვთქვა. ადამიანი, რომელსაც არ ეზარება კონკურენტუნარიან ბრძოლაში ჩაბმა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამარჯვებული გამოვიდეს აი ამ კონკურენციიდან. შესაძლებელია თქვენ პიროვნებაზე არის მოდის, ასე ვთქვათ, ბევრი თაყვანისმცემელი და აი ამ კონკურენციაშია ჩაბმული და სწორედ ამას აჩვენებს ახლა კარტი, რომ რაღაცნაირად არ ეზარება, რომ ამ კონკურენციაში გაიმარჯვოს. კონფლიქტური სიტუაციაც არის, შემიძლია ვთქვა, ცოტა არ იყოს დაძაბულობა, სიგრძნობა, მაგრამ არ ეზარება ადამიანს და დებს თავის რესურსს იმაში, რომ ამ კონკურენციაში გაიმარჯვოს. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ მეორე მაღალი არკანით ნაჩვენები სამყაროსგან, ეს არის ქურუმი ქალი, ეს არის ქალი, რომელიც მისტიურობასთან ძალიან ახლოს არის. არ არის გამორიცხული, რომ ჩემი კოლეგები უყურებდნენ ამ გაშლას. ახლა ეს არის ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ასტროლოგია, ფსიქოლოგია, ძალიან კარგი ეზოთერიკი ადამიანია. როგორც მინიმუმ ყველაფერში კარგად ჩახედულია, თუ პროფესიონალიზმის დონეზე არ არის მისი საქმიანობა, ასე ვთქვათ. ეს ეზოთერიკა და ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, მაშინ ძალიან უყვარს საერთო გაშლების ყურება, მოსმენა, თავის თავზე მიღება, რაღაც რიტუალების ჩატარება, რაღაცა ლოცვები, რაღაცა მედიტაციები, აფირმაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაღალი არკანით ხართ თქვენ წარმოდგენილი და გაცილებით ძლიერ პიროვნებად, შინაგანი ფონის თუ ვიტყვით, გაცილებით